Თათია წოწონავა ტელეკომპანია მთავარი არხი. როდესაც საუბრობდით ქართული მხარის და ქართული ოფიციალური პირების დადანაშაულებაზე, მინდა შეგახსენოთ უბრალოდ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის შემდეგ რუსეთი ციტირებს თქვენ განცხადებებს, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებებს, როგორც საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი. და თქვენ ძალიან ყველაზე ხშირად თქვენ ციტირებთ ხოლმე რუსულ განცხადებებს. ჩვენ არა, რუსები ციტირებენ ყოველდღიურად ბატონო ირაკლი. თქვენ ციტირებთ ხოლმე ყველაზე ხშირად რუსულ განცხადებებს. თქვენი საყვარელი რესპონდენტები არიან რუსი პოლიტიკოსები. თქვენ გახდით სხვათა შორის რუსებისთვის ძალიან მისაღები ხელისუფლება. ბაიდენის ადმინისტრაციასთან გვექნებაო სპეკულაციებით თვის დაიდოთ. ყველაზე მისაღები ხელი ახლა გეტყვით ახლა ფაქტებით ერთსამით. ნახეთ ვინ იყო? არა, ერთსამით. მე გადახვალთ, გეკნებათ რომ. მე გეტყვით ვინ იყო და ვინ არ არის მისაღები ხელისუფლება. ფაქტებით ვიმშელოთ, მხოლოდ ფაქტებით. ნული ლოგიკა, არა, გადავთ მაგასაც. ნახეთ, რაც შეეხება რუსეთის პროგრესს საქართველოში 2012 წლებში. ტერიტორიული წინსვლა ჰქონდა სერიოზული, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ნაცმოძრაობის პირობებში, პირდაპირ უხეში ტერიტორიული წინსვლა ეს ერთი. ეკონომიკური წინსვლა ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები პირდაპირ მიიღებდეს რუსეთის ფედერაციას და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ანუ მერაბიშვილის სიტყვები იყო, ფულს სუნი არ აქვსო, რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაზე თქვა ეს ყველაფერი, ეს იყო მაშინდელი პოლიტიკა. თქვენმა ხელისუფლებამ გაუხსნა უვიზო რეჟიმი, სხვათა შორის რუსეთის მოქალაქეებს არავითარი აჟიოტაჟი არ ქონიათ ამასთან დაკავშირებით. ნახეთ, ანუ პროგრესი ტერიტორიული კუთხით, პროგრესი ეკონომიკური კუთხით. რაც შეეხება 2012 წლის შემდეგ პერიოდს. პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებში რუსეთს არ ქონია ტერიტორიული წინსვლა და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც რუსეთს არ ქონია ეკონომიკური წინსვლა. ეს არის ფაქტები. ეს არის ფაქტები. ბატონო? საიდანაც ყოველდღიურად გაქებენ მაინც, ხო, რატომღაც. ბატონო ირაკლი, ბაიდენის ეს როცა ნაციონალი ხარ, ვერ შეუშვებ თავში, რასაც გეუბნები, ხო? განსხვავებული აზრი ნაციონალი. არა, თავარში მუშაობდა ნაციონალი არ ხარ, რასაც ვარაგობ.